მოიწყობა ლიცენზირებული ნადირობა ბოლნისში, კაცებო ცხოველზე. Яо, Марлен, მე მგონი ნელ-ნელა დავიწყებ. ვართ უკვე. ეს ვარ 36 გრამიანი ვაზნი. დავიგონე სტროლების კაი სერია. საქართველოს მონადირეებო მოგესალმებით ყველას. ისევ კარგ ხასიათზე ვართ მე და გოგა. მივემგზავრებით ქვემო ქართლის ერთ-ერთ საინტერესო მხარეში, რომელშიც ჩვენ ადრე ნანადირები ვართ, ჩემო გოგო. აგიკვირდება და მე მგონი მაყურებელსაც ნანახი აქვს რამდენიმე ჩვენი ნადირობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში. და ვაგრძელებთ ნადირობების ციკლს, გამოხშირვების ციკლს, არა მხოლოდ ბოლნისში, ძალიან ბევრ ქალაქებში აიღეს ჩვენმა მეგობრებმა ლიცენზიები და მე მგონი ყველას ვესტუმრებით, მალენ და ყველგან ჩვენ თბილს შევიდანთ ამ კარგ საქმეში. დიდი სიამოვნებით სხვადასხვა და რატო დიდი სიამოვნებით ამასაც გეტყვით, ახლა ზოგ შეიძლება დაებადოს აზრი, რომ რა სიამოვნება არის სიტყვაზე, ხო? მაგრამ აქ მეორე საკითხი არის ხახლა. პერიოდულად იშვება თუ ვუშვებთ, არ ვიცი სწორედ როგორ ვთქვა, ალბათ პერიოდულად ვუშვებთ კეთილშობილ ფრინველებს და ამას მოულა პატრონობა ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, როცა ამ საქმეში ხარ ჩართული, რა თქმა უნდა სიამოვნება მოაქვს. ყოველთვის უნდა ეცადო, რომ წინასწარ, ეცადო კი არა, მოთხოვნა არის პირდაპირ მთავრობის მხრიდან და იმ ხალხის მხრიდან, მესურვების მხრიდან, ვინც გაძლევს შენ ამ ფრინველს, თუ გინდა რომ ფრინველი გაუშვა, წინასწარ ის ლოკაცია გაწმენდილი უნდა იყოს მავნებლისგან. ძალიან მარტივი ლოგიკაა. მოკლედ დარჩით ჩვენთან. ვფიქრობ, საინტერესო იქნება. გაუმარჯოს. კარგად. თავად როგორ ახალ? ნადირობის განწყობა. გენაცვალებ ბიჭებო. გაუმარჯოს. მარლენი ვარ ბიჭებო. როგორ გძანდებით? კარგად, გენაცვალებ თქვენ. მოკლედ მეგობრებო, მოვედით. სანადირო სავარგულები დევით გველოდება. ჩვენ კი აქვე ვართ კარგ განწყობაზე. აგერ კიდე მიმდინარეობს გადაღება. ჩემი გოგაც მზად არის. და გვიჯებო ერთი წამი წრე გავაკეთოთ და ბატონ რატის მოусმინოთ. მოგესალმებით ილამშვიდობისას ყველას. დღეს მოიწყობა ლიცენზირებული ნადირობა ბოლნისში, კაცებო ცხოველზე. ორ მორიკოს ვაკეთებთ ერთად. ძალიან გთხოვთ რაციას რაც შეეხება რა, ეხლა ან ნაუშნიკებით ვიყოთ, კურსასმენებით, ან უბრალოდ ძალიან მაქსიმალურზე გქონდეს, არ დავფრთხილ, მართლა ფიზიკურად ძალიან შორიდან ტრიალდება, დავფრთხილდით არის რა. გამოიხშირა აქ უკვე საკმაოდ. კარგი ხანია ეს მორიკო ჩვენ არ გავუკეთებია და დღეს ვაკეთებ და იმედი გვაქვს, რომ ნადირი იქნება შესული. ეხლა რა ხდება? დაგაყენებთ სიკულას ნომერში. როგორც კი სარკი გამოვა, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ძაღლები გვერდზე მხარეს, აქეთ მხარეში აღარ გადაუშვათ და რავენაირად ან თოქით ან კამრები მარტო როგორც მარლენის თვის არ იყოს, მოვიხსნათ და დავიჭიროთ რა. აგრესიულები ხარ არის? არა, არაფერი. ორი გუსული დევარი ყავს, შეხედეთ, ვინც არიცით. მადევრები არიან. როგორც კი პირველი მორეკვა გამოვა, ნადირი, რაც არ უნდა იყოს, ავიყვანეთ ნადირი. დაუდოთ ის ნადირი, რომ დაფიქსირდეს შემდგომში, რომ მონადირებულია. და შემდგომში გადავდივართ უკვე გვერდზე, მარცხენა მხარეს აქეთ გავაკეთებთ. ისევ მე დაგაყენეთ, მაგრამ ვინც ქვევი დარჩებით ნომრებში. გამოვიდა, ხო, დავიძახე, ან ტელეფონზე დაგირეკეთ, რომელიც გახართ, ამოდიხართ მე ლოკაციას განახებთ, რომ შემდგომში უკვე ფეხით გადავდივართ მეორე მორეკვას ვაკეთებთ იქით მხარეში. ამან ბოლო პერიოდში ქურდობა ისწავლა. მოდის მოკიდეს პირს ამ ხელა ტურას მიათრევს და შეაქვს ჯაგებში. მოკლედ ამას არ გაატაროთ ეს რა.
ხوარა მარხავსკი ჩვენ გასაკეთებს. გონი მაგასაც აკეთებს და ერთი ეგარი თუ მოგყარა, რამოდენმეჯერ უკვე მომყარა რა და. რომ მაგაზე ლაპარაკი იქ იყურე. ნუ მოკლედ სვენია. მოგე წარმატებულ ნადირობას გისურვებთ ყველას და მშვიდობიას ასე უკვე. ჰეაო მარლენ, მე მგონი ნელ-ნელა დავიწყებთ. მსვლელობა. ვართ უკვე, მოსულები ვართ, განწყობა ყველა სამაღლებული აქვს, ყველა მზადა ვართ იმისათვის, რომ წარმატებული გამოგვივიდეს ნადირობა. რაღაცა რეკომენდაციები გაჟღერდა უკვე, ვინ რა უნდა აკეთოს, როგორ უნდა მოიქცეს, ვისა უნდა წავიდეს და ახლა უკვე დავლაგდებით. სიარულის ეს მანერა მარლენ თემურ დამალადისგან აიღო სიბერე შემოგვა ნიკუშა მე მინდა რომ აღიხსნა შემდეგ კიდე ერთი კაცი ახლა მინდა რომ წაიყოლო შენ აი ხა ემზოს გაუყევი და მიახლოვებით 300 არა 200 მეტრს რო გაივიდი და მარჯვენა ფერდი უნდა კეთო და ფერდის ვერტიკალზე უნდა გაუვიდე რა ან 200 მეტრს გახვალ დაჟე შეიძლება 300-250-ს გაიარო ეგრე და მარჯვენა მხარეს არაჭერი და მეჩედა დაიხ სადაც აი ფერდზე რა რო ახვალ ზედამხარეს სადაც უფრო აი ხიდოლობითი არეალი იქნება იქ მოჩერდები რა ერთი 250 აი ამაზე გაიარეთ დიდი ესეთი ხევივით იქნება იქ გადაცდებით თუ არა მარჯვენა მხარე ფერდი დაიკერა და მაქსიმალურად ზედამხარეში ეცადეთ რომ მოვეცეთ რა რატი მე ხლა შუალედური ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა ვინ როგორ ნაწილდება პირველი ნომერი დადგა მალე დავიწყებთ გადანაწილებას ძირითადი ნაკადი ამ ფერდს მიუყვებით ორი კაცი იქითკენ გაუშვა ძალიან მალე დავიწყებთ მარლენი დგას იქითკენ მე მგონი ლევანი არის ძირითადმა ჯგუფმა გააგრძელა გზა რა ეხლა გადავალ სიჩუმის რეჟიმში დღეს ვარ 36 გრამიანი ვაზნი 4-დან 0 სათადარიგოთ 7-დან 0 რატომ გადაგვანაწილა ნომრებში თითქმის თავდება ეხლა ნომრების გადანაწილება დარჩა სულ რაღაცა 3-4 კაცი ამათაც აყენებს და დაიწყება მორეკვა მოგეხსენებათ რომ მტაცებელი ძალიან გრძნობიარია ძალიან ადვილად ისმენს გარე ხმაურებს რომლებიც თავისი ასე ვთქვათ მიჩვეული არეალი რომელიც აქვს ასე ვთქვათ რა რომელ არეალსაც უბრალოდ მიჩვეული არის იმ არეალში ზედმეტი ფეხის ხმაური მისთვის ასე ვთქვათ კაფიოდ ისმის ხოლმე ძალიან ახლოს გვაქვს ჩაკეტილი პრაქტიკულად ტურას გაქცევის შანსი არა აქვს ერთადერთი გული მეთანაღრება რომ მარლენი ოდნავ მაღლა არის და თუ მარლენსა და ბატონ ლადოს შორის გაძურა ისეთი ბილიკები არის რომ სანამ ბოლომდე არ ამოვა არ ჩანს შუაში არ გაუძურეს მაგრამ მარლენი ყურადღებიანი მყავს და დარწმუნებული ვარ რომ ვერ გაეპარე ბატონო პირველი მორეკვა მშრალად დაგვიმთავრდა ძაღლებს ხმა არ ამოუღიათ საერთოდ ვივარაუდეთ რომ ალბათ ადგილს კონდა გავიდი იმიტომ რომ ამ ადგილს არასდროს არ ახსოვს ასეთი სიცარიელე ეხლა ვემზადებით მეორე მორეკვისთვის
ლოკაციას შევიცვლით, შორი ახლოს გადავალთ, როგორც ხვდები ამ ხევის მეორე მხარეს. ლადო, ცოტა ქვემოთ ჩადი რა, მალე ჩამოდი რა ქვემოთ, ძაღლები ამოვლენ და აღარ გადაუშვა იქით. მოდი, ჰოპ. ძალიან გამიკვირდა რომ ძაღლები ესე მშრალად ამოვიდნენ, იმიტომ რომ როგორც წესი აქ საკმაოდ რაოდენობის ტურა არის, მაგრამ ნადირობა არის, ყველაფერი ხდება და პირველი ეს პატარა მორეკვა, აი რითიც ვიწყებთ ხოლმე, სამწუხაროდ უშედეგოდ დამთავრდა. ეხლა შევიკრიბებით და აქვე გადავინაცვლებთ მეორე მორეკვაზე. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. აღლა ავდივართ. თიწვერებიდან უნდა გადავკეტოთ ყველაფერი. აი ამ სარაკის იმედი მართლა ძალიან მაქვს. აქაც თუ ვერაფერი, გადავინაცვლებ სხვა ლოკაციაზე. გადანაწილება ცოტა მაღლა ავბობღდები თქვენის ნებართვით და ნადირობასთან ერთად ხედითაც დავტკბები. აქ მაგარი გარეუბე აქვს მთის წვერზე. ნადირობა, მაგრამ ხედი ტკბობად რო ღირს. აი ქვეშის ციხე, დიდებული ქვეშის ციხე. დავიკავე ადგილი, რომ ჯერ არ გადანაწილებულან ნომრებში ჯერ კიდევ ჭობენ, ვინცად დადგება. პერსპექტივა კარგი გვაქვს, ხილვადობა მაღალია. აქეთ მხარეს ვაკონტროლებთ ალბათ ერთი 15-10%. მოსალოდნელია რომ აქედან გამოვიდეს, იმიტომ რომ ბილიკია აქა. და აი ეს მთელი გაშლილი ველი უახლოესი 35 მეტრი ფაქტიურად კონტროლზეა. მარლენ გესმის ჩემი მარლენ. ძალიან კარგი, ჩვენ მე მგონი ყველანი დავდექით და სარეკს უნდა დავუროდოთ. სარეკი არის დაწყებული ძმაო. ისმის ძაღლების ყეფა. ფერდზე გადადგიან ძაღლები, ქვემოთ ფერდზე. ნახება ქვემოთ ეს გაატარეს რა. ჩემ ნომერში გაიარეს და გადაუყვნენ მეორე მხარეს ფერდს. ილოცავ, შვენიერი, ალბა. მონადირებული ობიექტი. როგორ იყო, აბა? უკნიდან მოგვიარა რა. აი ესე ჩამოირბინა და გავი სკიტკის როლა მომიწია რომ შემოbrunებული იყო რა და მე უკვე დაიბნა და ესე იგი გამოპარული იყო სარეკი ჩვენს მარცხნიდან იყო და შენ მარჯვნიდან აი ამ ფერდიდან. აქედან წამოვიდა. უბრალოდ პერიფერიული იმედი დავინახე, თორემ გაგვეპარებოდა. ისევ ამაში კი შემოდიოდა, შეიძლება რაღაცაზე გასულიყო, მაგრამ აინც აღარ დავაცადეთ. შვენიერი, ძალიან კარგი. აი, ერთ ტურას ლევანმა ესროლა. არ ვიციო წავიდაო, შეიძლება ვერც გავარტყიო და ძაღლები ალბათ იმ ტურას გადაყვნენ სავარაუდოდ, ან შეიძლება სხვაც იყო ვერ გაიგებ რა. აქ საინტერესო ის არის, რომ ამას რო ტვინი ქონოდა, ხა იქიდან, აი ამ გაგანია ყეფაში რატო მოდიოდა? აბა მაგარია წვეტილი მორბოდა, დაბნეული იყო, ეთქვა ამაში შემოდიოდა ის. იცი რა, არ გამორიცხო ჩვენს მაღლა ხო ნიკადადა თუ არიან ფერციკით. შეიძლება ისინი დაინახან რაღაცა ამდაგვარი და გამოეპარა და აქეთკენ აპირებდა თავის შეფარებას. ამაში აპირებდა შემოსვლას. აი აქედან ჩამო
მოირბინა და აი აქ მოულანდეს. კიდკა ვესროლე. ხო. მინუშდენი რომ აქ კი. შემოდიოდა და მოტრიალდა. ალბათ სავარაუდოდ პირველი არ მოხდა და ნუ მერე გავაჩერე რა. მერე კიდე ადგა მკვდარი რომ მეგონა. ვიცი ხო რო დაამატე ეგ უკვე უკანა ფეხებსაც წევდა უკვე და მიდიოდა. რა დამოკიდო. ბიჭები შეიკრიბნენ. ჩავალთ ახლა და მოვისმენთ ყველას ვერსიას ვინ რა დაინახა. ვინ რა იყნოსა, ვინ რა იგრძნო და იგემა და ასე შემდეგ. იცი რომელი მორეკვა გადავწყვეტეთ რომ გავაკეთოთ. შიდა დავდივართ ჩვენ დატევანი. იცი შენეგ ადგილი. სამჯერ ვართ მანდ ნანადირები, აი. პირდაპირ ვდგები გზაზე. დიახ. აი გადავწყვეტეთ რომ ის გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეჭვი გვაქვს რომ იქაც ძალიან მიხარია ბედი გაგვიმართლებს. რომ მარეკში ყოფი ბიჭები არ არიან დაღლილი. არ არიან დაღლილები, ვესაუბრე. ძალიან მიხარია. ვესაუბრე. მე არ გამოვიწყდა რომ ერთი მორეკვა გავაკეთოთ. იმიტომ რომ ძაღლები კიდე იღავდნენ, მაგრამ არც თუ ისე ძალიან და მედი მაქვს რომ კიდე ერთ შევძლებთ როგორც მინიმუმ. ნუ ნახოთ, გადავწყვეტოთ ბიჭებს დავდაბარებთ. გადმოვინაცვლეთ სოფელ რატევანის მიმდებარედ. აქ ხშირად ნადირობთ ხოლმე, გვიყვარს ეს ადგილი. იმედი მაქვს რომ ეხაც წარმატებულად ვინადირებთ. წინაზე შედეგიანად დამთავრდა აქ სტუმრობა და უნდა გავაუმჯობესოთ შედეგი. რა სიტყვით ბიჭები თქვენ? აუცილებლად. მონადირეები ერთხმად გვეთანხმებიან. მიკუშა და დათო იცნობთ თქვენ ამ ხალხს ჩვენი ვიდეოებიდან და ძალიან კარგი საზოგადოება ვართ, ზოგადად შეკრებილები და კარგი ხალხი ვართ საერთოდ მონადირეები. ჩვენ გაგვიმარჯოს ღმერთმა ბიჭებს. ჩვენი მონამურჩილი აქ ჩამოვა. დავდგები და მივხედავ საქმეს. ჩემი უცვლელი ნომერი. ბატონი რატეაგერ მიგვითითებს, სად და როგორ დავდგეთ. კარი ჩადგა და ძალიან კარგია. პატარა შესვენება მოვაწყეთ. ეხლა ვემზადებით უკვე მესამე მორეკვისთვის. ადგილი თქვენთვის ალბათ უკვე ნაცნობია. ჩვენ ვართ აქ ნანადირები. თქვენ ალბათ გახსოვთ. ნახოთ ეხლა როგორ გამოგვივა დღეს ნადირობა. როგორც ხედავთ, დავდექი ნომერში. მარლენი არის დაახლოებით 100 მეტრში ჩემგან მარჯვნივ, აი. თუ ჩანს იქ მანქანა, შემდეგი ნომერი ჩემგან არ გამოჩნდება, ეგეც ალბათ 150 მეტრში არის, რა. ხო, არ ჩანს არავინ. საკმაოდ ისეთი არეალი მაქვს საკონტროლებელი, რა, მთელი აი ეს გამოსასვლელი და ეს ამოსასვლელი კიდე. აი მინდორზე გადარბენილიც ჩემი საკონტროლებელი იქნება ჩემ ხარეს. თუ იქითკენ ამოვიდა ბიჭები დახვდებიან 3 კაცია ჩემამდე. დანარჩენები გაუყვებიან ბოლომდე და მაღლა დაკეტავენ, აი ქიმს ხედავთ ალბათ მთისას. მოკლედ ეს შარაკი ძალიან მალე დაიწყება. ჩემს წინ იყო დევნა დაახლოებით 10 წუთის წინ, მაგრამ ძალიან ისე უხეშად შეწყდა რესკად.
კვალი დაკარგეს სავარაუდოდ და მეტი არაფერი. რატი გესმის რატი? ხო არ იცი ან სარეკი სად არიან, ძაღლები სად არიან? ეს მოპირდაპირე ფერდის იქით გადავიდა. მოპირდაპირე ფერდის იქით გადავიდნენ მარლე. ჩვენი ძაღლები გასცდნენ ჩვენს ნომრებს, აქ 3 ნომერი გვაქვს ჩემიანად. გავწრენ ძაღლები. გიო იღებს ახლა ამ ძაღლებს, რომ უკეთესად დაინახოთ. ნუ ჩვენ ეგეთი შთაბეჭდილება დაგვჭა, რომ თითქოს დიდი ალბათობით კურდღელს გაყვნენ. გადასულები იყვნენ აგერ იქით ხარეს ფერდის მეორე მხარეს. ახლა ბრუნდებიან პატრონებთან და ალბათ გაგრძელდება მორეკვა და იქითკენ უნდა გადავიდნენ აი იმ ქედზე. ხო. და ამერიკა ლევანმა ჩვენმა მასპინძელმა და ესეთი რამე მითხრა, რომ კურდღელს გაყვნენო ძაღლებიო და რა თქმა უნდა გაატარეს ნომრებმა. მე მქონდა ეჭირო ხო არ გაეპარათ ნომრებს შორის, ხო არ გადავიდა მეთქი, თუმცა კურდღელს გაყოლია. სავარაუდოდ ალბათ მორჩა ჩვენი ნადირობა, საინტერესო არის ხა ის ლევანის გასროლები იყო თუ ისი გასროლები იყო, არ ვიცი, შორიდან 3 გასროლა მაინც გავიგე და ნუ არ ამგონია სარეკის გასროლა ყოფილიყო, ნახოთ. მოვიკითხავთ. ნუ დამთავრდა ესეთი შედეგით. ერთი მონადირებული ტურა ყავს, ერთი მავნებელი დაცებელი ამოვიღეთ ბუნებიდან. არ ამგონია რომ კიდევ ერთი სარეკი გაკეთდეს, ალბათ სარეკით დაიღალა, ძაღლებიც დაიღალნენ და სავარაუდოდ დღეს ამითი მორჩებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მალე არ შევხვდებით ერთმანეთს, კიდევ შემოგთავაზებთ ნადირობებს სხვადასხვა რაიონებში. ყველას მოგიწოდებთ, რომ თქვენ რაიონის გამგეობას მიმართოთ, აიღოთ ლიცენზია და ინადიროთ მტაცებელზე. მართალია დიდი ალბათობა არის იმისა, რომ საანადირო სეზონიდან იქნება დაშვებული ტურაზე ნადირობა და მელაზე. მაგრამ სანამ სანადირო სეზონი დადგება, ჯობია რომ მოვამზადოთ ჩვენი სანადირო სავარგულები. ჩემო გოგა, რა აზრი დაგიტოვა დღევანდელმა ნადირობამ? შერეული ბრძნობები მაქვს. ერთხრივ ძალიან კარგია, რომ აშკარად შემცირებული არის ამ ტერიტორიებზე მტაცებელი, იმიტომ რომ ხშირად ნადირობთ ჩვენც და ჩვენი მეგობრებიც. მეორე მხრივ ცოტა გულდასაწყვეტია, რომ მაყურებელს ვერ შევთავაზეთ ისეთი კარგი სანახაობა და მხოლოდ ერთი ტურა ამოვიღეთ ბუნებიდან, თუმცა ეგეთ შედეგი არის და შემდგარი ნადირობა არის. კურდღელმა გაირბინა ბატონო ჩემო, გაატარეს ნომრებმა. მალე სარეკმა ესროლა ტურას და ავაცილეო ლევანმა ცოტა შორს იყო, ვერ მივაწვდინეთ ყვიაო. ანუ რაღაც ექშენები იყო, რაც ნადირობას თანახლავს და როგორც სულ ვამბობ და მინდა რომ გავმეორდე, არ ვარ შედეგზე ორიენტირებულები. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გარდაბანში ნადირობა რომ იქნება, რომელსაც მე და შენ დავესწრებ, იქ წესიდარებით დიდი შედეგი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც გარდაბნის მეურნეობამ გააკეთა გამოხშირა. და თან საზღვართან ძალიან ახლოს არის და ძალიან ხშირად ბიჭები იძახიან, რომ აზერბაიჯანიდან შემოდისო და აი ესეც დასაფიქსირებელი იქნება ალბათ, რომ მომატებული და მოჭარბებული რაოდენობა ჩვენ გვაწუხებს. იქ არ ნადირობა, ხო იცი? ჩვენი ტურა არ გვაკლდა ახლა კიდე მიგრანტი ტურები რა. სხვისით შემოდის. მოკლედ იმედია, რომ ხვალინდელ ნადირობაზე გაცილებით უფრო უკეთეს კადრებს შემოგთავაზებთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან არ გადაახვიოთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.